ელიზაბეთ ლეინ, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით. ამ ინტერვიუზე ვფიქრობდი. როგორც წესი, კრიტიკას წინასწარ არასოდეს ვპასუხობ და სიმართლე რომ თქვა, არც მოგვიანებით ვეხმაურები. თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროდ ჩავთვალე ამის თქმა, რადგან თქვენ საქართველოდან ხართ, არა ატლანტის შტატ ჯორჯიიდან. არა, ატლანტიდან არა, ქვეყნიდან. საქართველოდან, კავკასიაში მდებარე ქვეყნიდან. თქვენ უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის აგენტობაში დაგადანაშაულეს. თქვენ, რა თქმა უნდა, ამას უარყოფთ. რა თქმა უნდა. მინდა ხმამაღლა ვთქვა, მე ეს არ მაინტერესებს. იმიტომ, რომ თავარი ეს არ არის. თავარი ისაა, ამბავი, რომლის მოყოლასაც ახლა აპირებთ, სიმართლეა თუ არა. ასევე უნდა ვთქვა, რომ მთელი ცხოვრება სხვადასხვა ქვეყნის არაოფიციალურად მოქმედ დაზვერვის აგენტებს ვესაუბრებოდი. შემდეგ უკან იხედები და ხვდები. მოიცა, შენ თურმე იმ ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მუშაობდი. ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ისრაელის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედი ადამიანები მედიაში ყველგან არიან. ნიშნულობა არა აქვს, ამისთვის ფულს იღებენ თუ არა. ჩემთვის ეს მეორე ხარისხოვანია. მარკ ლევინიც კი, როდესაც რამეს ამბობს, საკუთარ თავს ვაიძულებ, რომ ჩემი პირველი კითხვა იყოს: ეს სიმართლეა? რადგან სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა. თქვენს კრიტიკოსებს სურთ, საუბარი თქვენ გეხებოდეთ, მე კი მინდა, საუბარი შეეხებოდეს იმას, რასაც ამბობთ. ამიტომ მინდოდა ეს თავიდანვე მეთქვა. დიახ, რადგან სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. ეს ყველაფერი ყურადღების გადატანის ხრიკია, რომლის მიზანია განხილვის საგანი ადამიანის მიერ გაკეთებული განცხადება კი აღარ იყოს, არამედ თავად ეს ადამიანი გახდეს. პირადად მე ამ თამაშში არ ვერთვები. იმედი მაქვს, არც თქვენ ჩაერთვებით. უბრალოდ მინდოდა, საუბრის დაწყებამდე ეს ხმამაღლა მეთქვა. ახლა კი აგიხსნით, რატომ სურდა თქვენთან საუბარი ასე ძალიან? ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენ ბევრი ინფორმაცია, ჟურნალისტური მასალა და მნიშვნელოვანი ფაქტი მოიპოვეთ იმ ფენომენის შესახებ, რომელიც ყველამ შევამჩნიეთ. ვგულისხმობ ინტერნეტში ფასიანი გავლენის ოპერაციების გამრავლებას. არ მინდა, უბრალოდ სიტყვა ბოტი გამოვიყენო. საუბარია სოციალურ მედიაზე. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ ადამიანები რომელიმე საკითხის მიმართ იმდენად ძლიერ ემოციას გრძნობენ, რომ ამა თუ იმ მხარის პროპაგანდისტებად იქცევიან. ეს გაცილებით უფრო ორგანიზებულ მოვლენად გამოიყურება. და სინამდვილეშიც ასეა. ამიტომ ახლა გვერდზე გავდგები და საშუალებას მოგცემთ. თავად მოხვეთ ეს ამბავი. თუმცა საუბარი ერთი კითხვით მინდა დავიწყო. საიდან მოდის ეს ყველაფერი? მაგალითად, პრეზიდენტი ამბობს, რომ ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმი უნდა გაფორმდეს, რადგან აშკარაა, რომ პრაქტიკულად ეს ჩვენი ერთადერთი არჩევანია. უეცრად მის წინააღმდეგ თავდასხმების მთელი ტალღა იწყება. ან ვინმე წამოდგება და იტყვის. ერთი წუთით, როგორც ჩანს, რუსეთს მართლაც შეუძლია პოლონეთის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტის გაშვება. იქნებ დაძაბულობის შემცირება გვერჩვინოს. ამის პასუხადაც თავდასხმების ტალღა იწყება. გაჩუმდი, რუსეთის აგენტი ხარ. რა არის ამ ყველაფრის წყარო? მიხარია, რომ ეს მკითხეთ და პრეზიდენტიც ახსენეთ. რადგან ზოგიერთს გონია, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ხელისუფლებიდან მოდის, მაგრამ ასე არ არის. სწორედ ესაა მთავარი. ეს ტრამპის ადმინისტრაციიდან არ მოდის. ესე იგი, ხელისუფლება ახლა განსხვავებული აზრის მქონეთა გაჩუმებას ცდილობს? არა. ეს გაცილებით მასშტაბური მოვლენაა. ადრე ზოგიერთი ვარაუდობდა, რომ ეს მხოლოდ ისრაელიდან მოდიოდა. დიახ, ისრაელიდანაც მოდის. როგორც სახელმწიფოდან. ისინი ამას არც კი მალავენ. თავად განაცხადეს, რომ უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის FARA-ს ფარგლებში მოქმედებენ, რათა ჩვენს სოციალურ მედიაზე გარკვეული გავლენა და კონტროლი მოიპოვონ. თუმცა ეს დიდად არ მაშინებს, რადგან ვიცით, რომ ისინი FARA-ს ფარგლებში არიან რეგისტრირებული და ისიც ვიცით, რომ აუცილებლად გადავეყრებით ოპერატორებს, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ. ამ საქმეში მილიონობით დოლარი იხარჯება. სწორად ამბობთ. პირადად ვიცნობ მათთვის მომუშავე ოპერატორებს. მათ საქმიანობას დიდ ყურადღებას არც კი ვაქცევდი. თუმცა ბრედ პარსკეილს ვიცნობ. ვგულისხმობ, რომ ესენი საცოდავი და პრობლემური ადამიანები არიან. ასეთი ადამიანი საკუთარ სახლშიც კი ვერ დაგიყოლიებთ სადილად მისვლაზე. არ ამგონია, მან მოახერხოს თქვენი დარწმუნება, რომ უცხო ქვეყნისადმი ერთგულება გამოიჩინოთ. ამიტომ გეთანხმებით. არ ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით სახიფათოა. მაგრამ ამის უკან გაცილებით უფრო საშიში ძალა დგას. თქვენ ბოტები ახსენეთ. ერთმანეთისგან უნდა განვასხვაოთ ბოტები და დაქირავებული პროპაგანდისტები. დაქირავებულ პროპაგანდისტებს საკუთარი სახის გამოჩენის არ ეშინიათ. ისინი საჯაროდ გამოდიან და ღიად საუბრობენ ისრაელზე, ასევე იმაზე, თუ რატომ უნდა დაუჭიროთ მხარი ისრაელს შეერთებულ შტატებზე მეტად.
ბოტები კი ბევრად უფრო საშიშები არიან, რადგან მათ სახე არ აქვთ და ჭრდილში მოქმედებენ. ისინი აგროვებენ ინფორმაციას ადამიანების ოჯახის წევრების შესახებ. სხვათა შორის, მათ ამ ინფორმაციის ნაწილის მოპოვების უფლება საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ. შემდეგ ამ ინფორმაციას როგორღაც ავრცელებენ X-ის, Facebook-ისა და Instagram-ის მეშვეობით და დამოუკიდებელი ჟურნალისტების განადგურებას ცდილობენ. განადგურებაში იმას გულისხმობ, რომ ისინი ცრუობენ. პირდაპირ და აშკარად იტყუებიან, იგონებენ ამბებს. შემდეგ კი ეს გამოგონილი ისტორია როგორღაც შეერთებული შტატების დიდ გაზეთებში ხვდება. ახლა კი აგიხსნით, როგორ ხდება ეს. Tucker Carlsonis interview Elizabeth Lane-თან. შინაარსი. Tucker Carlsonისა და Elizabeth Lane-ის საუბარი ინტერნეტში მოქმედი ფასიანი გავლენის ქსელების, ბოტების, სახელმწიფო პროპაგანდისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ წარმოებული კამპანიების განხილვას დაეთმო. ინტერვიუს დასაწყისში Carlsonმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ Lane-ის წარმომავლობისა და მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებების ნაცვლად, მისთვის მნიშვნელოვანი იყო თავად წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორი შეფასება. ლეინი საქართველოდანაა და მის კრიტიკოსებს იგი უცხო ქვეყნის სადაზვერვო სტრუქტურებთან კავშირში დაუდანაშაულებიათ, რასაც თავად კატეგორიულად უარყოფს. Carlsonis აზრით, ყურადღების ავტორის პიროვნებაზე გადატანა ხშირად იმ მიზნით გამოიყენება, რომ საზოგადოებამ მის მიერ მოყვანილი ფაქტებისა და არგუმენტების განხილვა შეწყვიტოს. საუბრის მთავარ თემად იქცა სოციალურ ქსელებში ერთი და იმავე პოლიტიკური გზავნილების ერთდროული და მასობრივი გავრცელება. ლეინმა განმარტა, რომ ბოტი ყოველთვის მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ მართული ანგარიში არ არის. ზოგიერთ ანგარიშს რეალური, ანაზღაურებადი ადამიანები მართავენ. ზოგიერთ შემთხვევაში კი პროგრამა ავტომატურად ავრცელებს ერთნაირ კომენტარებს. ორივე მოდელის უკან, მისი თქმით, საბოლოოდ მაინც კონკრეტული ორგანიზაცია, კომპანია ან ადამიანთა ჯგუფი დგას. ასეთ ანგარიშებს შეუძლიათ ათასობით იდენტური პასუხის გამოქვეყნება, ხელოვნური ჩართულობის შექმნა, კონკრეტული მოსაზრების პოპულარულ პოზიციად წარმოჩენა და განსხვავებული აზრის მქონე პირებზე ორგანიზებული თავდასხმა. ლეინმა ერთმანეთისგან გამიჯნა ღია პროპაგანდისტები და ანონიმური ანგარიშები. ღია პროპაგანდისტები კამერის წინ გამოდიან, საკუთარ სახელს იყენებენ და საჯაროდ იცავენ მათთვის სასურველ პოლიტიკურ ხაზს. ანონიმური ქსელები კი ჭრდილში მოქმედებენ, ავრცელებენ ცრუ ცნობებს, მოიპოვებენ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების პირად ინფორმაციას და ცდილობენ დამოუკიდებელი ჟურნალისტების რეპუტაციის განადგურებას. ინტერვიუში გაჟღერებული მთავარი მტკიცება იყო, რომ ასეთი კამპანიები სპონტანური საზოგადოებრივი რეაქცია კი არა, კოორდინირებული გავლენის ოპერაციებია. ლეინის აზრით, მათი მიზანია არა მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტის შეურაცხყოფა, არამედ ინფორმაციული სივრცის ისე შეცვლა, რომ აუდიტორიამ წინასწარ განსაზღვრული ვერსია ერთადერთ დასაშვებ სიმართლედ მიიღოს. ამ სისტემის ისტორიული ფესვების საჩვენებლად ლეინმა 2018 წელს გახმაურებული Integrity Initiative ის საქმე გაიხსენა. ჰაკერულმა ჯგუფმა ანონიმუსმა გამოაქვეყნა ორგანიზაციის შიდა წერილები და დოკუმენტები. ლეინის მონათხრობის თანახმად, პროექტი ბრიტანეთში მოქმედ Institute for Statecraft თან იყო დაკავშირებული და ფინანსურ მხარდაჭერას ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყებისგან იღებდა. საჯაროდ მისი ამოცანა რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა იყო, მაგრამ გაჟონილი მასალები ლეინის ინტერპრეტაციით, ჟურნალისტების, დაზვერვის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილი ჯგუფების თანამშრომლობაზე მიუთითებდა. ლეინის თქმით, ამ ქსელის წევრები მათთვის არასასურველი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ერთმანეთთან შეთანხმებულ სტატიებსა და ბრალდებებს ავრცელებდნენ. ერთ-ერთ მაგალითად, მან ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ყოფილი ლიდერი ჯერემი კორბინი დაასახელა. მისი შეფასებით, კორბინს რუსეთის აგენტად, პუტინის მარიონეტად და ანტისემიტად წარმოაჩენდნენ არა მტკიცებულებების, არამედ პოლიტიკური გავლენის შესამცირებლად. მეორე მაგალითად ესპანელის სამხედრო ანალიტიკოსი პედრო ბანიოსი მოიყვანა, რომლის შესაძლო დანიშნასაც ეროვნული უსაფრთხოების მაღალ თანამდებობაზე მედიის ნეგატიური კამპანია მოჰყვა. ლეინი ამ შემთხვევებს ერთი და იმავე მეთოდის გამოვლინებად მიიჩნევს. ადამიანს ჯერ რუსეთის ინტერესებთან აკავშირებენ, შემდეგ კი ამ იარლიყის საფუძველზე საზოგადოებრივი და პოლიტიკური სივრციდან განდევნიან. ინტერვიუში რამდენიმე კონკრეტული პირიც დასახელდა. ლეინმა განსაკუთრებული ყურადღება კრის დონელის, ბენ ნიმოს, პიტერ პომერანცევისა და ფინელი ჟურნალისტის, ჯესიკა აროს საქმიანობაზე გაამახვილა.
მისი მონათხრობის მიხედვით, დონელი ბრიტანულ სამხედრო და სადაზვერვო წრეებთან იყო დაკავშირებული. ნიმოკის სხვადასხვა დროს ნატოს, Atlantic Council, is Digital Forensic Research Lab. ისა და მოგვიანებით ტექნოლოგიური სფეროს სტრუქტურებში მუშაობდა. პომერანცევი დიდ დასავლურ გამოცემებში აქვეყნებდა მასალებს და პარლამენტებსა თუ საკანონმდებლო ორგანოებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე კონსულტაციას უწევდა. ლეინის აზრით, ასეთი ადამიანები ერთდროულად ჟურნალისტის სახელით საუბრობენ და ძალაუფლების ინსტიტუტებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რაც მათ დამოუკიდებლობას ეჭქვეშ აყენებს. ჯესიკა აროს მაგალითით ლეინი ჟურნალისტური ჯილდოების პოლიტიკურ მნიშვნელობას შეეხო. მისი ვერსიით, საერთაშორისო ჯილდო კონკრეტულ ჟურნალისტს საკუთარ ქვეყანაში დამატებით ავტორიტეტს ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას საკუთარი პოლიტიკური შეფასებები უტყუარ დასკვნებად წარმოაჩინოს. ლეინმა გაიხსენა, რომ აროს შეერთებულ შტატებში დაჯილდოება იგეგმებოდა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში გადაწყვეტილება შეიცვალა, რასაც მედიაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. მისი აზრით, ასეთი ჯილდოები ზოგჯერ არა მხოლოდ პროფესიული მიღწევის აღიარება, არამედ გავლენის მქონე ფიგურის ხელოვნურად გაძლიერების საშუალებაცაა. საუბრის შემდეგი ნაწილი ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების საქმიანობას შეეხო. ლეინმა განაცხადა, რომ 2019 წელს ნატოსთან დაკავშირებულმა სტრუქტურებმა ჩაატარეს სოციალური მედიის ექსპერიმენტი, რომლის მიზანი იყო იმის შემოწმება, შესაძლებელი იყო თუ არა ონლაინ სივრცეში საზოგადოებრივი ნარატივის შეუმჩნევლად შეცვლა. მისი თქმით, ამ პროცესში ყალბი ანგარიშები, კომენტარები და ხელოვნური ჩართულობა გამოიყენეს. პროექტში ჩართული იყო უკრაინული კომპანია, რომელიც ხარკოვში მდებარეობდა. ლეინის შეფასებით, ექსპერიმენტის წარმატებულად გამოცხადება ნიშნავდა, რომ ტექნიკა პრაქტიკაში მუშაობდა და მისი გაგრძელებისთვის შემაფერხებელი მიზეზი აღარ არსებობდა. ლეინმა აღნიშნა, რომ სწორედ 2019 წლიდან გაჩნდა მრავალი ანგარიში, რომლებიც მოგვიანებით რუსეთისა და უკრაინის ომზე, ირანთან ურთიერთობაზე და სხვა სამხედრო საკითხებზე განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანებს ესხმოდნენ თავს. მისი თქმით, თავდასხმები განსაკუთრებით მძაფრდებოდა მაშინ, როდესაც ჟურნალისტი ომის გაგრძელებას ეწინააღმდეგებოდა ან მოლაპარაკების საჭიროებაზე საუბრობდა. ასეთ პირებს რუსეთის აგენტებად, მოღალატეებად და სხვა შეურაცხმყოფელი სახელებით მოიხსენიებდნენ. მათი პოსტების ხილვადობა კი მკვეთრად მცირდებოდა. ლეინი ფიქრობს, რომ ამ გზით ბოტები არა მხოლოდ კომენტარების სივრცეს ავსებენ, არამედ ალგორითმებსაც მანიპულირებენ და რეალური საზოგადოებრივი განწყობის აღქმას ამახინჯებენ. ინტერვიუში ლეინმა საკუთარი გამოცდილებაც აღწერა. მისი თქმით, რუსეთისა და უკრაინის ომზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ მას რუსეთის აგენტობა დასწამეს, ხოლო ჩარლი კირკის მკვლელობის გარემოებებით დაინტერესების შემდეგ თავდასხმები პირად მუქარაში გადაიზარდა. შეტყობინებებში ახსენებდნენ მის ოჯახის წევრებსაც და ზოგიერთ ანგარიშზე უკრაინული ან ქართული კვალის ნიშნები ჩანდა. ლეინმა ეს მასალა სამართალდამცავებისთვის გადასაცემად შეაგროვა და ყოფილი დეტექტივის დახმარებით გამოძიების დაწყებაც სცადა. მისი შეფასებით, კამპანიის მონაწილეები თავს იმდენად დაცულად გრძნობდნენ, რომ ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შესაძლო ჩარევაც კი არ აშინებდათ. ლეინის მონათხრობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინული საინფორმაციო კამპანიის შესახებ ყოფილ ამერიკელ სამხედროებთან დაკავშირებულ ცნობებს დაეთმო. მან განაცხადა, რომ რამდენიმე ყოფილ მწვანე ბერეტსა და სპეციალური დანიშნულების ძალების წარმომადგენელს უკრაინულმა მხარემ YouTube-ზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინული არმიის მხარდამჭერი მასალების გამოქვეყნება შესთავაზა. მისი თქმით, შეთავაზება დაახლოებით $10,000 ითვალისწინებდა თითო ვიდეოზე, დამატებით კი დაახლოებით $40,000 რეკლამირებისთვის იყო გათვალისწინებული. მონაწილეებს ასევე გავლენიან ამერიკელ პოლიტიკოსებთან შეხვედრებსა და მგზავრობას პირდებოდნენ. ლეინის თანახმად, შეთავაზება United 24 თან დაკავშირებული ადამიანებისგან მოდიოდა. ეს უკრაინის მთავრობის მიერ შექმნილი ფონდების მოზიდვის პლატფორმაა, რომელსაც სახელმწიფოები, კომპანიები და კერძო პირები აფინანსებენ. ლეინმა თქვა, რომ მას და ყოფილ სამხედროებს შეთავაზების დამადასტურებელი ვიდეოზარის ჩანაწერი ჰქონდათ. მან ისიც განაცხადა, რომ შეთავაზებაზე უარის თქმის შემდეგ ზოგიერთი სამხედრო პირის დამსაქმებელს დაუკავშირდნენ და უთხრეს, თითქოს თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდა.
ინტერვიუში ეს ცნობები ლეინისა და მისი წყაროების მტკიცებების სახით იყო წარმოდგენილი, მათი დამოუკიდებელი გადამოწმება თავად საუბრის ფარგლებში არ მომხდარა. ამავე კონტექსტში ლეინმა ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო პირი პირობითად გარის სახელით მოიხსენია. მისი თქმით, ეს ადამიანი თავდაპირველად ჩარლი კირკის მკვლელობის ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა, მაგრამ მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და საპირისპირო აზრის მქონე პირებზე, მათ შორის კენდის ოუენსსა და თავად ლეინზე, სისტემატური შეტევა დაიწყო. ლეინი ამ ცვლილებას თავდაცვის დეპარტამენტისგან მიღებულ ანაზღაურებას უკავშირებდა, თუმცა კარლსონმა მას მტკიცებულებების ხარისხზე რამდენჯერმე ჰკითხა. ლეინმა უპასუხა, რომ ფინანსურ დოკუმენტებსა და რამდენიმე ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ჩვენებას ეყრდნობოდა. ლეინი ასევე ამტკიცებდა, რომ ისრაელის მხარდამჭერი ღია პროპაგანდისტებისა და უკრაინულ-ქართული ანონიმური ანგარიშების მოქმედებები ხშირად ერთმანეთს ემთხვეოდა. მისი დაკვირვებით, როდესაც ცნობილი პროისრაელური ფიგურა რაიმე გზავნილს ავრცელებდა, ანონიმური ანგარიშები მას ათასობით კომენტარითა და გაზიარებით აძლიერებდნენ და კრიტიკოსებს უტევდნენ. კარლსონმა იკითხა, რა საერთო შეიძლებოდა ჰქონოდა უკრაინულ საინფორმაციო ქსელს ამერიკის შიდა მოვლენებთან, განსაკუთრებით ჩარლი კირკის საქმესთან. ლეინმა აღიარა, რომ ამ კავშირის მიზეზი სრულად ახსნა არ შეეძლო, თუმცა ამტკიცებდა, რომ კოორდინაციის ფაქტი მის მიერ შეგროვებულ მასალებში აშკარად ჩანდა. კონკრეტული მაგალითის სახით ლეინმა რაიან მაურო და მასთან დაკავშირებული ანგარიშები დაასახელა. მისი თქმით, მაურო აფრთხილებდა, რომ გარის წინააღმდეგ სასამართლო დავა მისთვის ცუდად დასრულდებოდა. ამავდროულად კი ლეინის პირადი მიმოწერის შინაარსიც იცოდა. ლეინმა ერთ-ერთი ანონიმური ანგარიში საქართველოში მცხოვრებ პირს დაუკავშირა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირება და საერთაშორისო ურთიერთობების განათლება ჰქონდა მითითებული. მისი განცხადებით, ამ ქსელმა ინტერნეტში გაავრცელა მისი საქართველოში გაცემული სკოლის ძველი მოწმობა და შემდეგ თავადვე გამოაქვეყნა ქართულენოვან სისტემაში დოკუმენტის ძებნის ამსახველი ეკრანის სურათები. ლეინის აზრით, ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ ამერიკელად წარმოდგენილი ანგარიში ქართულ ენასა და ქართულ სახელმწიფოებრივ სისტემებში თავისუფლად ერკვეოდა. მან განაცხადა, რომ პირის ვინაობის დადგენის შემდეგ მას პირდაპირ დაუკავშირდა, რასაც ქსელის სხვა წევრების მყისიერი რეაქცია მოჰყვა. ინტერვიუში ასევე ახსენა უკრაინელი მებრძოლი, რომელიც მისი მტკიცებით მის დასაშინებლად მონიშნეს. ლეინმა ეს შეტყობინება ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენს საჯაროდ გაუზიარა, რის შემდეგაც ავტორმა საკუთარი სიტყვების შერბილება სცადა. საუბარში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო იმ პოლიტიკოსებს, რომელთა მიმართაც აღწერილი ქსელი დადებით ან უარყოფით დამოკიდებულებას ავლენდა. ლეინის დაკვირვებით, ანგარიშები ხშირად დადებითად წარმოაჩენდნენ მარკო რუბიოს, ლინდსი გრემსა და ვოლოდიმირ ზელენსკის, ხოლო ჯეიდი ვენს ომის მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებსა და დამოუკიდებელ ჟურნალისტებს სისტემატურად აკრიტიკებდნენ. დონალდ ტრამპის მიმართ მათი დამოკიდებულება, მისი თქმით, იცვლებოდა. როდესაც პრეზიდენტი მათთვის სასურველ საგარეო პოლიტიკას ატარებდა, შეტევები წყდებოდა, ხოლო ირანთან შეთანხმებასა ან სამხედრო დაძაბულობის შემცირებაზე საუბრისას კრიტიკის ახალი ტალღა იწყებოდა. კარლსონი და ლეინი ამ პროცესებს უფრო ფართო გლობალისტურ პოლიტიკურ პროექტს უკავშირებდნენ. მათი აზრით, ნატო თავდაპირველ დანიშნულებას გასცდა და სამხედრო ალიანსიდან პოლიტიკურ საინფორმაციო ინსტრუმენტად გადაიქცა. ორივე კრიტიკულად საუბრობდა დაუსრულებელ ომებზე, ამერიკული რესურსების უცხოურ კამპანიებში ხარჯვაზე და ევროპის რუსული ენერგიისგან მოწყვეტაზე. ლეინი ფიქრობდა, რომ ეკონომიკურად ძლიერი და მშვიდობიანი საზოგადოებების კონტროლი რთულია, ამიტომ მუდმივი შიში, ომი და სოციალური არასტაბილურობა ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებად გამოიყენება. კარლსონი კი აღნიშნავდა, რომ მსგავსი პოლიტიკა საბოლოოდ აზიანებს შეერთებულ შტატებსაც, ასუსტებს მის ეკონომიკას, სამხედრო მარაგებსა და მოქალაქეთა თავისუფლებებს. ერთ-ერთ ეპიზოდში ლეინმა აღწერა, როგორ გავრცელდა სოციალურ ქსელში ცრუ ინფორმაცია, თითქოს იგი ჩარლი კირკის საქმის სასამართლოს ხდომიდან გააძევეს. სინამდვილეში, მისი თქმით, იმ დღეს სასამართლოში საერთოდ არ ყოფილა და საქმიანი შეხვედრა ჰქონდა. ამის მიუხედავად, ინფორმაცია სწრაფად გაავრცელეს დიდმა ანგარიშებმა, მათ შორის ლარა ლუმერმა და სხვა გავლენიანმა კომენტატორებმა. ლეინი ამ შემთხვევას კოორდინირებული დეზინფორმაციის თვალსაჩინო, მაგალითად მიიჩნევდა.
თავდაპირველად უცნობი ანგარიში იგონებს ამბავს. შემდეგ მას უფრო ცნობილი პირები იმეორებენ და ბოლოს გამოგონილი ცნობაც საზოგადოებისთვის სანდო ინფორმაციის სახეს იღებს. ინტერვიუს დასასრულს ლეინმა აღნიშნა, რომ მისთვის ამ ქსელის შესწავლა პირად მისიად იქცა. მიუხედავად მუქარისა და ზეწოლისა, გამოძიების შეწყვეტას არ აპირებდა. მან სასულიერო პირის რჩევაც გაიხსენა. არ უნდა ჩაფლულიყო უსასრულო პირად ბრძოლებსა და სასამართლო დავებში, არამედ საკუთარი საქმე, ინფორმაციის მოძიება და საზოგადოებისთვის მიწოდება. გაეგრძელებინა. კარლსონმაც თქვა, რომ სიმართლის კეთილსინდისიერად ძიება ადამიანს თავმოყვარეობისა და შინაგანი თავისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება, თუნდაც გზად შეცდომა დაუშვას და შემდეგ მისი გასწორება მოუწიოს. საბოლოოდ, ინტერვიუში ჩამოყალიბდა სურათი, რომლის მიხედვითაც თანამედროვე საინფორმაციო ომი ცალკეული ბოტების ან ერთი სახელმწიფოს საქმიანობით არ შემოიფარგლება. ლეინის წარმოდგენით, მასში ერთმანეთთან გადაჯაჭვულია სახელმწიფო უწყებები, სამხედრო ალიანსები, არასამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები, მედია, ანაზღაურებადი კომენტატორები და ანონიმური ონლაინ ანგარიშები. მათი ძალა არა მხოლოდ სიცრუის გავრცელებაში, არამედ ხელოვნური თანხმობის შექმნაში მდგომარეობს. ადამიანმა უნდა იფიქროს, რომ ეკრანზე ნანახი, ათასობით ერთნაირი მოსაზრება საზოგადოების ბუნებრივი პოზიციაა. კარლსონისა და ლეინის მთავარი გაფრთხილება ის იყო, რომ მოქალაქეებმა გზავნილის პოპულარობა მის სისწორედ არ უნდა ჩათვალონ. მათ უნდა დააკვირდნენ, ვინ ავრცელებს ინფორმაციას, ვინ აფინანსებს შესაბამის ორგანიზაციებს, რომელი ანგარიშები იმეორებენ ერთსა და იმავე ფრაზებს და როგორ გადადის დაუსაბუთებელი ბრალდება მცირე გვერდიდან დიდ მედია საშუალებაში. ინტერვიუ დასრულდა მოწოდებით, რომ კონგრესმა და სხვა დამოუკიდებელმა ორგანოებმა მსგავსი გავლენის ოპერაციები საფუძვლიანად გამოიძიონ. ამასთან, საუბარში გამოთქმული მრავალი მძიმე ბრალდება ელიზაბეთ ლეინის შეფასებასა და მის მიერ დასახელებულ წყაროებს ეფუძნებოდა და მათი საბოლოო დადასტურება ცალკე დამოუკიდებელ გამოძიებას მოითხოვს.